მაისის ბოლოს საქართველოს მაღალმთიან რაიონებში თოვლი მოვიდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა უშგულიდან, ლეჩხუმიდან, ბახმაროდან და შუახევიდან. უამინდობა და ქარია თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი ირაკლი ჩიხლაძეა. ის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის ძმაა. ჩიხლაძე რამდენიმე ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. სუში აცხადებენ, რომ ის ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში პირადი კონტაქტების მეშვეობით აგროვებდა ინფორმაციას და კონსპირაციულ შეხვედრებზე უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს გადასცემდა. მორიგი ტრიუმფის მოლოდინში ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენთან ერთად დღეს ზედიზედ მეორედ შეეცდება ჩემპიონთა ლიგის მოგებას. პარიზული კლუბის მეტოქე არსენალი იქნება. მატჩი 2 საათში თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. ჩემპიონთა ლიგის ფინალს წელს ბუდაპეშტი მასპინძლობს. ანექსირებულ ყირიმში საწვავის კრიზისის გამო შეზღუდვები ამოქმედდა. დღეიდან ბენზინის გაყიდვა ლიმიტირებულია და ერთ ავტომობილზე დღეში მაქსიმუმ 20 ლიტრი გაიცემა. ადგილობრივი ტელეგრამ არხების ცნობით სევასტოპოლში მარაგი უკვე სრულად ამოიწურა. ბენზინგასამართ სადგურებთან კი გრძელი რიგებია.